მამო, აი როგორ არ უნდა გაბოროტდეს ადამიანი, როცა აი უყურებ ხოლმე ძალიან პატარა პრობლემა გაქვს და ბოროტდები და შეიძლება ვიღაცას ძალიან დიდი პრობლემა აქვს და ვერ აბოროტებს. არ აბოროტება ის ხალხი, ვისაც მადლიერების ცნობა აქვს. ყველაფერზე უნდა უთხრე მადლობა ღმერთს, ამით უმეტეს საქართველოში თუ ცხოვრობ, შეადმობ. რას გვაქვს ჩვენ აი ზოწალი ენატრება ეს ბუნება რო გვაქვს, უკვითახ როგორი ბუნება, სხვაც გვაქვს, წყალიც გვაქვს სასმელი. მაგრამ თუ ცხოვრებაში უგუნები ისინი გვემართება, ან ვიღაცა ცილწამებს, ან არის შემთხვევები, რომ დათხვდება ადამიანის ციხეში და უკვის ბოროტდება ღმერთზე, ან შვილი უგდება, რა უნდა ხნათ მაშინ და გვასწორდეს, რომ დედამიწა არასდროს არ იქნება 64. ჩვენი სწავლებით, სახარების დედამიწა არის 64-დან განდევნით და ყოფა და გვიჭერია მოთმინებითა შენითა მოიპოვე სული შენივე, მაგრამ ზოგს ბუნებით აქვს. აი რო უყურებ, ზოგი ინვალიდია, ზოგი საწოს ამიჯაჭული და არის ახსარებას უღებულობა გათქან, არ ტვინავენ აწვავდოს, ზოგს ყველაფერი აქვს, ჯანმრთელობაც აქვს, ხუნებაც აქვს, თანამდებობაც აქვს, მაგრამ გაბოროტებულია და რა აკლია, მადლი აკლია. და თუ გვაკლია და ჩვენს ესე იგი ვართ უიმედობაში, უიმედობა ეს უკვე სხვა რაღაცა. უიმედობა არის იმედის დაკარგვა ღმერთს ესმეთი რომ ხილავია. ფიზიკური თვალებისთვის ზოგს მეთი ავიზდება და უიმედობაში, მაგრამ გაბოროტება არის იქიდან რომ ადამიანს უნდა რომ თავისი სიმართლე აქვს. ამ თავისი სიმართლით შეიძლება ვამბობ რომ ორი რევოლუცია მოხდა. და პატოგმობა ხო უსამართლობა და ვინც რევოლუცია გააკეთა ისინი უნდა თანასწორობა, ყველაფერი და ზმოებათობა, თანასწორობა, მაგრამ რაში მოტყუდნენ, რომ ღმერთი არ არისო. ღმერთი არ არისო. ახლა ჩვენ პირობებში შესაძლოა დემოკრატია ქვია, რითი ტყუდება ადამიანი. თავისუფლების ლოზუნგით და ადამიანთა დაცვით მასმედიაში დაშვებულია წოდების რეკლამა, ფიცირყოობა და თავისუფლების ლოზუნგით. და მაგრამ მე ხშირად ვამბობ რომ ვარ 67 და მიხარია რა. არა ის რომ დედა იქა, შვილი იქა, ცოლი იქა, ხმარი იქა, რომ ესე იგი უმუშევრობა და ნატახალხი ვანტო გაჭირებულია. მიხარია ის რომ სასაზღვრო კავშირი ქვია, მოწმე ისე მოგდა, ცოტა რა იყო, არის ცოტა კიდე საშუალება გვაქვს. რომ ჩვენი შვილები გავზარდოთ წმინდათა ცხოვრებებით, საბავშვო ბიბლიით. და ხშირად მოყავს წმინდაინოს მაგალითი. პატარა გოგო იყო და მოაქცია მეფე მირიანი. და ეს წმინდაინო სად მოვიდა? კაბადოკიიდან ჩამოვიდა, რა მოსავიდა იმას ღმერთის სიყვარული. ესე იგი ჩვენ თუ გამოსავებს ღმერთის სიყვარული, მაშინ გული რაზე უგდებოდა წმინდაინოს, რომ ქართველები იყვნენ კერპთაყვანისმცემლები. ასევე ჩვენ კერპთაყვანისმცემლები ვართ და გვავიზრდება ღმერთი, როცა ვართ უიმედობაში, ესე იგი იმეს კარგად ღმერთს საკუთარი თების იმედი გქონდა და მიდონ. ასევე ვართ გაბოროტებულები, გვავიზრდება რომ ღმერთი არის სიყვარული, გვავიზრდება რაფასად გაიღო 60-ის კარები, საშინე ჯვარცმა წამების ფასად და თუ ყოველ დილას მადლობას ვეთქვით ღმერთსა იმისთვის რაც ჩვენთვის იშვა, თან რა ერჩია? აერჩია ბაგა, არ აერჩია სასახლე და თუ სიტყვით შერეში ხარ, გაიხსენე მაცხოვარი. თუ შვილი გარდაგეცვალა, გაიხსენე ღვთისმშობელი ჯვარს მის წინ. და ეკითხე წმინდათა ცხოვრებები და შეიყვარე ლოცვა. ზოგი მოწმენია და ამბობ არ ლოცულობ და რა მე რა გასაკვირია თუ ნერვოზი გაქვს, თუ იმედობა გაქვს, თუ გაბოროტებული ხარ. ვინ უნდა მოგცეს სიმშვიდე, ვინ უნდა მოგცეს სიყვარული ღმერთმა? რა მოგცეს უნდა ილოცო. და ამის მაგალითია წმინდანების მაგალითი და ღმერთმა მოგცეს მეტი რწმენა, ღმერთმა მოგცეს მადლიერების ნობა და მაშინ არ გავბოროტდებით. და მამო, აუცილებელი რა არის, აი რომ მაგალითად იქონიოს ადამიანმა რომ არ გაბოროტდეს, აი რა ლოცვა ან რას ურჩევთ? ლოცვა კიდევ ვიმეორებ რომ აი ზოგს უჭირს ახლა დილის ლოცვა დიდი არის ზოგისთვის და ამიტომ მე საერთოდ არ ლოცვებ და იკითხე მაშინ შვიდის ლოცვები. და რა არის 3-4 წუთი გინდა თან რითაა კარგია შვიდის ლოცვების კითხვა. თუ გინდა 8 საათი იყოს წაიკითხე დილის 6-იანი, თუ გინდა 10 იყოს 9-იანი, თუ გინდა პირველი იყოს 12-იანი. ხშირი ლოცვები რატომ კარგი?
თუ არ იყოს პოლიგონი, არ იყოს ევოლუცია, არ იყოს სიმშვიდე, სადაც ზომები ეხას რომ შეწყდეს და თუ ისიც დაგეზარება, თქვი ხმეთო, მადლობა ხმეთო, შენიანი თილოცე, მადლობა ხმეთო, გამეთენე და შემეძიე თქვა. მეთო გადააჩინე საქართველოს თქვა და იქ ყველას გვიდება გული გაცდება უკრაინაში, ღაზაში, სირიაში. რომ იქაც შეძლეს ომი. როცა არ არის საუბარი ხმეთან, მაგრამ სამონების კითხვას, ამ შვიდდაცვების კითხვას ადაგეჩებთ. მეტყვი რომ მე წირვებს დაესწრო და წირვებს შედგება სამონებისაგან და შვიდდაცვებს თუ იკითხავთ. მე თქვენს ადაგებანდებათ ყურადება და ქონებით შეგვედებით ღვთისდიდებას და უნდა ვიცოდეთ თუ ქრისტიანები ვართ. ნათობის შემდეგ წირვაზე მეტი არაფერი არ ხდება და შევიყვაროთ წირვებზე სიარული. კარგახაროთ მეთმა. დაგვრცოთ.